ევროკავშირმა საქართველოს მოუტანა ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც და ეს არის იმედი, მომავლის იმედი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ იყო ფაქტობრივად ჩაფლავებული სახელმწიფო. და სწორედ მას შემდეგ საქართველოს დაიწყო ევროკავშირთან და დასავლეთთან დაახლოება, საქართველოში გაჩნდა იმედი იმისა, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს ბედნიერი და კარგი მომავალი. და მართლაც დღეს ჩვენ გვჭირდება და ჩვენ დღეს გავაკეთოთ და ეს არის ის რუქა, ის გზა, რომელიც ევროკავშირმა დაგვისახვა 9 რეკომენდაციის სახით, არის არავხოლოდ გზა იმისა, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, არამედ გზა იმისა, რომ ჩვენ გავხდეთ ნორმალური ქვეყანა, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ბედნიერად, ლაღად და თავისუფლად. და ეს არის ის ფუნდამენტური სიკეთე, რასაც მოაქვს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. მეორე მხრივ, ეს ყველაფერი ჯერ პროცესი, შემდეგ საბოლოო წევრობა პირველ რიგში აისახება თავად მოქალაქეებზე და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც. მაგალითად, მეც ვარ ევროკავშირის ეგრწოდებული ერასმუს მუნდუსის სტიპენდიანტი და ჩემი ოჯახი ვერასდროს ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად ევროკავშირის დახმარების გარეშე, რომ მე მიმეღო განათლება ევროპაში და მესწავლა საკმაოდ კარგ უნივერსიტეტებში ევროკავშირის და ევროპის ტერიტორიაზე. ეს არის ფუნდამენტური სიკეთე, რასაც საქართველოს მოქალაქეები და კონკრეტული სიკეთე, რასაც საქართველოს მოქალაქეები იღებენ ევროკავშირისგან ყოველდღიურად. ამის გარდა არის სხვა ძალიან ბევრი რაღაც. მაგალითად, ის რომ ჩვენ შეგვიძლია ვიაროთ უვიზოთ ევროკავშირის ტერიტორიაზე და შენგენის ტერიტორიაზე. მაგალითად ის, რომ ევროკავშირი ხარჯავს მილიონობით, ასობით მილიონ ევრო საქართველოში განვითარების პროგრამებზე. მაგალითად ის, რომ ევროკავშირი ეხმარება უამრავ მცირე ბიზნესს დაწყებაში და განვითარებაში. ეს ყველაფერი არის სიკეთე, რაც თავისთავად ამ ქვეყანაში არ გაჩენილა. ეს ყველაფერი არის სიკეთე, რომელიც მოიტანა სწორედ ევროკავშირთან დაახლოების ინტეგრაციის პროცესმა და ეს სიკეთეები გაათმაგდება და გაასმაგდება ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გარდა ამისა, ევროკავშირი უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა და ჩვენმა სახელმწიფომ იმ რთულ საერთაშორისო პირობებში, რომელშიც გვიწევს დღეს ცხოვრება, თავი ვიგრძნოთ გაცილებით უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე დღეს შეგვიძლია რომ ვიყოთ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ევროკავშირს აქვს თავისი უსაფრთხოების გარანტიაც, რომელიც ავალდებულია წევრ სახელმწიფოებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში განახორციელონ მათზე დახმარება იმ კუთხით და იმ ზომით, რა დონეზეც შეუძლია ამ წევრ სახელმწიფოს რომ ეს დახმარება გაწევს. ეს არის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტია, რომელიც გახდება, რომელსაც ასევე მიიღებს საქართველოს რომ მას შემდეგ რაც ხდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.